ჩემი აღქმა შეიცვალა კალორიების დაცვასთან დაკავშირებით, როდესაც შემოვიდა მღელვარება, სტრესი ამ ყველაფრის ფონზე. რადგან ყოველთვის ვიცავდი, ვაკონტროლებდი თითოეულ პროდუქტში რამდენი კალორია იყო, რა იყო შემადგენლობაში ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. გარეთ როდესაც ვიყავი, მაშინაც კი ვაკონტროლებდი, პროდუქტის ეტიკეტზეც ვკითხულობდი, რამდენი კალორია ჰქონდა. და შემდგომ ამან გამოიწვია ემოციური არასტაბილურობა, ჩემი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ჰქონდა გავლენა, სოციალურ ურთიერთობებზეც, თითქოს რაღაც შეპყრობილობაში გადავედი და ეს უკვე შეზღუდვებს უფრო დაემსგავსა, ვიდრე ჯანსაღკვებას და ესეც ხდება ხოლმე, კალორიების მუდმივი თვლა იწვევს ჩვენს ჩარჩოებში მოქცევას. ეს ერთიანად ვერ ვიტყვი, რომ კალორიების დათვლის პრაქტიკა ცუდია. ჩემ შემთხვევაში დადებითი გამოცდილება იყო იმის გამო, რომ უფრო კარგად გავიაზრე, როგორი იყო პორციების ზომები, საკვების შემადგენლობა, მაკრონუტრიენტების, მიკრონუტრიენტების გადანაწილება და რაღაცნაირად ინფორმაციული უფრო იყო ჩემთვის, ვიდრე წონის კლებაში გამოვიყენე. კარგი გამოცდილება არის იმ შემთხვევაში, თუ დროებითი იქნება ეს ყველაფერი და არ გადაიქცევა ჩვენი ცხოვრების წესად.